საფარქვეში ჯონ დევირი თავი მე-17 დიდი რწმენა რაც მეტია ჩვენი მორჩილების დონე მით დიდია ჩვენი რწმენა ამ ბოლო თავში აცრის გაკეთების სარგებელზე უნდა გელაპარაკოთ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ წარმოგიდგენთ საზღაურს და კურთხევას რომელიც ძალაუფლების საფარქვეში დარჩენილებისთვის არის განკუთვნილი მარტო სარგებელზე ტომები დაიწერებოდა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ. თქვენ კი წილად გვხვდათ დანარჩენების აღმოჩენა ბიბლიის კვლევისა და ქრისტეს მიერი გამოცდილების მეშვეობით. უფალო, მოგვიმატე რწმენა. რამდენიმე წლის წინ ჩემს კაბინეტში სალოცავად შევედი დილის 7-ის ნახევარზე. როგორც სხვა დროს მრავალჯერ გამიკეთებია, თუმცა ამჯერად სანამ დავიწყებდი სულიწმინდის მითითება გავიგონე. გადაშალე ლუკას სახარების მე-17 თავი და მე-5 მუხლიდან დაიწყე კითხვა. ახტაცებით მოვძებნე ის ადგილი და ჩემთვის კარგად ნაცნობ მონაკვეთს წავაწყდი. ამ მუხლებზე დაყრდნობით კიდევაც მიქადაგია, მაგრამ ამით ჩემი ენთუზიაზმი არ დამცხრალა. წარსული გამოცდილებებით ვიცოდი, რომ ყოველთვის როცა უფალი კონკრეტული მონაკვეთის კითხვას მთხოვდა, აუცილებლად მასწავლიდა რაღაც ისეთს, რაც ადრე გამომრჩა. მოციქულები უფალს სთხოვენ. მოგვიმატე რწმენა. ლუკას მე-17 თავის მე-5 მუხლი. სანამ განვიხილავდეთ, რა მაჩვენა უფალმა იმ დილას, ნებამომეცით გამოვკვეთო მიზეზი, რის გამოც მოწაფეები რწმენის მომატებაზე ევედრებოდნენ. ის იყო იესო მკვდარი აღადგინა? თუ 5,000 დააპურა 5 პურით და 2 თევზით. იქნება ღელვებული ზღვა დააწყნარა სიტყვით. პასუხია არა, არა და არა. იესომ ამ სათხოვრის წინ მოწაფეებს უთხრა. გაფრთხილდით. თუ შეგწოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი. თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში 7-ჯერ რომ შეგწოდოს და 7-ჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო. აპატიე. გასაოცარ ძალთა ქმედებას როდი აღუძრავს მათში რწმენის მომატების სურვილი. იესომ უბრალო მცნება მისცა მათ წინაშე შემწოდეთა პატიების შესახებ. ეს კაცები რჯულის ქვეშ ცხოვრობდნენ და მიეჩვენენ შეურაცხყოფაზე პასუხს თვალი-თვალის წილ და კბილი-კბილის წილ პრინციპით. იესო ისეთი ცხოვრებისეული ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა მათ, რომლებიც სრულიად დაუსაბუთებელი ეჩვენებოდათ. ღვთიურ ბუნებაში სიარულის ბრძანებამ გააოგნა ისინი. როგორ დაემორჩილებოდნენ ასეთ წარმოუდგენელ მითითებას. პასუხი ასეთი გახლდათ. მოგვიმატე რწმენა. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მორჩილება და რწმენა უშუალო ურთიერთკავშირში იყო, რასაც მალე სრულიად ახლებურად დავინახავდი. რწმენის მომატებაზე მათ რაღაც იესომ იგავით უპასუხა. მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო და გემორჩილებათ. მუხლი მე-6. ვიგრძენი რომ ეს საკითხი ჩემთვის გასაგები იყო. ამ მუხლებიდან ბევრჯერ მისწავლებია და კარგად ვიცნობდი იესოს სწავლებას ღვთის რწმენის ქონაზე, როცა მთებიც კი გადაადგილდებიან და ზღვაში ჩაინერგებიან. თუ გულით არ შევეჭვდებით, ჩვენი სიტყვისამებრ მივიღებთ. მარკოზის მე-11 თავის 22 მუხლიდან 24 მუხლის ჩათვლით. განსხვავება არ იყო. ამ შემთხვევაში იესო თუთის ხეს იყენებდა მთის ნაცვლად. ამ თვალსაჩინოებიდან ნათელია, რომ რწმენა სათითაოდ ყველა მორწმუნეს ეძლევა მდოგვის მარცვლის მსგავსად. თესვამკა ცათა სამეფოს პრინციპია. ღვთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში. მარკოზის მე-4 თავის 26 მუხლი. როცა გადარჩენა მივიღეთ, რწმენაც გვერგო გარკვეული საზომით. რომაელთა მე-12 თავის მე-3 მუხლი. ის თესლის ფორმით მოდის და ჩვენი პასუხისმგებლობა მისი მოვლა და გაზრდა. როგორ იზრდება? პასუხი ახლოსაა. სახურის ჭამის დრო. გულმოდგინედ ვკითხულობდი, რადგან მომდევნო რამდენიმე მუხლი ყოველთვის საგონებელში მაგდებდა. ის იყო უნდა აღმომეჩინა, რომ იესო მოწაფეებს რწმენის მოსამატებელ ფორმულას არ სთავაზობდა. მას თანდათან მიჰყავდა მოწაფეები ცხოვრებისეულ გზაზე, რომელიც უშუალოდ ძალაუფლებისადმი მორჩილებას ეხებოდა. მოусმინეთ მისი გავს. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ხავდეს. მხნელი ან დამწყემსი მინდვრიდან დაბრუნებისას. ნუ თუ ეტყვის, ახლავე მიდი და სუფრას მიუჯექიო. განა არ ეტყვის,
ვახშამი მომიმზადე და წელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამდა ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო. ნუ თუ მადლობას ეტყვის მონას იმისთვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა. არა მგონია. ლუკას მე-17 თავის მე-7 მუხლიდან მე-9 მუხლის ჩათვლით. ყოველთვის მაინტერესებდა თუ რატომ შეცვალა უფალმა თემა ასე მოულოდნელად. თავიდან რწმენასა და ხის აღმოფხრაზე ლაპარაკობდა და უცებ მსახურის ეტიკეტზე გადავიდა. ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე, მაგრამ იმ დილით ყველაფერი ნათელი გახდა. მუხლები კიდევ ერთხელ ნელ-ნელა წავიკითხე და თან გულს ვუსმენდი სულიწმინდის შთაგონების მოსასმენად. მოულოდნელად გავიგონე. რა არის მსახურის საბოლოო მიზანი, რომელიც შენს ყანებში შრომობს? რა არის საბოლოო მიზანი ფარის მწყემსი მსახურისთვის? რა არის საბოლოო შედეგი? წუთით დავფიქრდი. შემდეგ გონება გამინათდა. სუფრის გაწყობა. მივხვდი რის თქმა სურდა იესოს. თუ მსახურის შრომის საბოლოო მიზანი მისი დამქირავებლის სუფრის გაწყობაა, რატომ შეჭამს ის უფრო ადრე ვიდრე ბატონს მოემსახურება? განა თავდაპირველად თავისი საშრომი არ უნდა დაასრულოს? რა საკვირველია? დაუსრულებელი საქმე იგივეა თითქოს არც დაგეწყოთ. რატომ უნდა ხნა მიწა და არ ჭამო? რატომ უნდა იზრუნო ფარაზე და არ გამოიყენო მატყლი, ხორცი ან რძე? როცა ეს დავინახე, იესოს მომდევნო განაცხადი წავიკითხე. ასევე თქვენც, ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ. თქვით, უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ლუკას მე-17 თავის მე-10 მუხლი. მან თვალსაჩინოება ჩვენსკენ მომართა. როცა წავიკითხე, ყველაფერს გააკეთებთ და ნაბრძანები გქონდათ. სიტყვები გვერდიდან ამოხდნენ. იესომ ბატონისადმი მსახურის მორჩილება ღვთის მიმართ ჩვენს მორჩილებას დაუკავშირა. ამის გაკეთებით სამი მნიშვნელოვანი პუნქტი გამოყო რწმენის ზრდის თაობაზე. პირველი, რწმენასა და ძალაუფლების მორჩილებას შორის პირდაპირი კავშირია. მეორე, რწმენა იზრდება მაშინ, როცა ჩვენთვის ნაბრძანებს დავასრულებთ. მესამე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ნამდვილი თავმდაბლობის დამოკიდებულება. მოდით თითოეული პუნქტი წმინდა წერილის საფუძველზე განვიხილოთ. რწმენასა და ძალაუფლების მორჩილებას შორის კავშირი. პირველი პუნქტი რწმენასა და ძალაუფლების მორჩილებას შორის კავშირი სახარებებში ჩანს იესოსთან რომაელი ოფიცრის შეხვედრისას. იესო კაპერნაუმში ჩადის. რომაელი ჯარისკაცი, რომელსაც ასისთავის პოზიცია ეკავა, მას ეძებს. ასისთავის მსახური პარალიზებული და ნატანჯია. ამიტომ უფალს მის განკურნებას თხოვს. იესო პასუხობს: მოვალ და განვკურნავ. მათეს მერვე თავის მე-7 მუხლი. ასისთავი ეუბნება: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეს შემოხვიდე. უბრალოდ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. მათეს მერვე თავის მერვე მუხლი. იესოს უნდოდა და მზად იყო იმ კაცის სახლში მისასვლელად, მაგრამ მეომარმა თავი უღირსად ჩათვალა და სთხოვა არ წამოსულიყო. მან საკმარისად მიიჩნია იესოს ბრძანება, რომ მსახური განკურნებულიყო. ასისთავმა ასე ახსნა თავისი შეხედულება, ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის, სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე მეთქი და აკეთებს. მე-9 მუხლი. მოდით მისი პოზიცია განვიხილოთ. რომაულ ლეგიონში 6000 ჯარისკაცი ირიცხებოდა. ლეგიონს 60 ასისთავი ჰყავდა, რომელიც ლეგიონის მხედართ მთავარს ემორჩილებოდა. თითოეული ასისთავის ხელქვეით 100 ჯარისკაცი იმყოფებოდა. რომაელმა ასისთავმა იესოს აუხსნა, რომ ჯარისკაცების პატივისცემასა და დაქვემდებარებას იღებდა, ვინაიდან თავადაც ემორჩილებოდა ლეგიონის მეთაურს. ამრიგად, მას ზურგს უმაგრებდა ლეგიონის მეთაურის ძალაუფლება, ხოლო ამ უკანასკნელს რომის ძალაუფლების მხარდაჭერა ჰქონდა. მარტივად რომ გადმოგცეთ, მან ასე თქვა: მე ძალაუფლების ქვეშ ვარ, ამიტომ ძალაუფლება მაქვს. მხოლოდ სიტყვის თქმა მჭირდება და ჩემი ხელქვეითები მყისვე შეასრულებენ ჩემს ბრძანებას. მან თქვა: ვინაიდან მეც. ასისთავმა სცნო, რომ იესო ღვთისმსახური იყო მისი სამეფოს ძალაუფლების ქვეშ. ამრიგად, მეომარმა იცოდა, რომ იესოს სულიერი სამყაროს ზეციური სამეფოს ძალაუფლება ზურგს უმაგრებდა,
როგორც მეომარს ჰქონდა ძალაუფლება არმიაში. ის მიხვდა, რომ საჭირო იყო მხოლოდ ბრძანება და უძლურება დაემორჩილებოდა. როგორც მისი ჯარისკაცები წამოხტებოდნენ ხოლმე ბრძანების აღსასრულებლად. როგორი იყო იესოს პასუხი? ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიხვებოდნენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა, მათ ეს მერვე თავის მეათე მუხლი. უდიდესი რწმენა, რომლის მოწმეც იესო გახდა, 33 წელზე მეტი ხნის მიწიერი ცხოვრებისას იოანე ნათლისმცემელს ან დედამის, მარიამს არ გამოუვლენია. არც ისრაელის შვილებში დაუნახავს მსგავსი რამ, უამრავი განკურნებისა და სასწაულის შემდეგ. არც 12 მოწაფეში ხედავდა ამას. რწმენა გამოჩნდა რომის მოქალაქეში, მეომარსა და ისრაელის ერთ-ერთ დამპყრობელში. საიდან ჰქონდა მას ამხელა რწმენა? იქიდან, რომ ძალაუფლების საკითხი ესმოდა და დაქვემდებარების დამოკიდებულებით დადიოდა. სწორედ ამის თქმა უნდოდა იესოს იგავში, თუ როგორ უნდა გაზრდილიყო რწმენა. რაც უფრო დიდია ჩვენი დაქვემდებარების ხარისხი, მით მეტია რწმენა. ახლა ეს დავაკავშიროთ იესოს ნათქვამთან, როცა მოწაფეებმა რწმენის მომატებას თხოვეს. დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო. დაგემორჩილებათ. ლუკას მე-17 მე-6 მუხლი. ერთი რაც გჭირდებათ არის სიტყვის თქმა და ხე დაგემორჩილებათ. ვის ემორჩილება თუთის ხე? მას, ვინც აკეთებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. მორჩილება დასრულებამდე. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც იესოს ნათქვამში ჩანს, რწმენის გაზრდასთან დაკავშირებით არის ბრძანების დასრულება. მისი ზუსტი სიტყვები ასეთია: ასევე თქვენც ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ. სახური ვალდებულია, რომ ბატონის დავალება ბოლომდე მიიყვანოს და მხოლოდ ნაწილის ან პატარა ნიმუშის ჩვენება საკმარისი არ არის. ხშირად ვიწყებთ საქმეს, მაგრამ ვერ ვასრულებთ, რადგან ინტერესი გვეკარგება ან საშრომი და ტანჯვა მეტისმეტად ინტენსიური ხდება. ნამდვილი და ერთგული მსახური დაწყებულ პროექტს ასრულებს სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად. ის ყანაში შრომობს, თავისი საქმიანობის ნაყოფები მოაქვს ბატონთან და საჭმელს ამზადებს. მისი მოქმედება ნამდვილ მორჩილებას ცხადყოფს. აბრაჰამს რწმენის მამა ეწოდა. რომაელთა მე-4 თავის მე-11 და მე-12 მუხლი. მას შვილი არ ჰყავდა. უფალი ღმერთი გამოეცხადა და 75 წლის ასაკში და ძეს შეპირდა, რომლის მეშვეობით მრავალი ერის მამა გახდებოდა. წლების ლოდინისა და მორჩილების შემდეგ აბრაჰამმა აღთქმული ძე 100 წლის ასაკში მიიღო. ღმერთმა აბრაჰამს ისაკთან დაახლოების დროც მისცა. როცა მათი სიყვარული მეტად განმტკიცდა, აბრაჰამი გამოიცადა. მას ისაკი მორიას მხარეში უნდა წაეყვანა და მსხვერპლად შეეწირა. წმინდა წერილი ამბობს: ადგა აბრაჰამი დილა ადრიან. დაბადების 22 თავის მე-3 მუხლი. ყურადღება მიაქციეთ მის დაუყოვნებელ მორჩილებას. ზოგიერთი ადამიანი დღეების, კვირების, თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში ფიქრობს, დაემორჩილოს თუ არა ღვთისნებას. ასეთებს წმინდა მოშიშება აკლიათ, რაც არის მათი რწმენის ნაკლებობის მიზეზი. როგორც კი გავიგებთ რა სურს ღმერთს, მყისვე უნდა გამოვეხმაუროთ. თუ ლაპარაკია დიდ ცხოვრებისა უცვლილებებზე, გონივრული იქნება ჩვენი ზემდგომი ძალაუფლებისგან დამოწმების მიღება. აბრაჰამს 3 დღე დასჭირდა, რომ მორიამდე მისულიყო. 3 დღიანი მოგზაურობა საკმარისი უნდა ყოფილიყო გარემოების ასაწონ-დასაწონად. უკან დაბრუნება რომ სტომებოდა, ამის დრო ჰქონდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. მან მთელი გზა გაიარა მთის მწვერვალამდე და ერთადერთი ძე შეკრული დააწვინა სამსხვერპლოზე, რომელიც ერთად ააგეს. აბრაჰამმა დანააღმართა ისაკის დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოზმა შეაჩერა. ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნუ რაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი რომ ღვთისმოშიში ხარ. დაბადების 22 თავის მე-12 მუხლი. აბრაჰამი ბოლომდე მორჩილი იყო. ის არ შეჩერებულა მაშინაც კი, როცა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნების, ისაკისთვის, მისი მემკვიდრის, იმედისა და ღვთისგან აღთქმულისთვის უნდა შეეშვა ხელი. ისაკის სიკვდილი საკუთარი სიცოცხლისთვის ხელის გაშვებასაც ნიშნავდა. აბრაჰამმა დაამტკიცა ღვთისადმი მორჩილების მგზნებარება, როცა მისთვის სასიკეთო აღთქმებზე წინ უზენაესის სურვილი დააყენა. უფალო,
დღესაც წამოაყენე ასეთი მამაკაცები და დედაკაცები. ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა: გეფიცები, ამბობს უფალი, რა კი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის, ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველიერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა. დაბადების 22 თავის მე-16 მუხლიდან მე-18 მუხლის ჩათვლით. ნახეთ რა დაპირება მიეცა ა ブラ ჰამსა და მის შთამომავლობას ამ სრულყოფილი მორჩილების გამო. დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. თქვენი აზრით რატომ თქვა იესომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ ეკლესიას? ა ブラ ჰამის მორჩილებამ იესოს კარი გაუხსნა ამის უზრუნველსაყოფად. მისი რწმენა ანუ მორჩილება დღემდე მოქმედია. ახლა დაკვირვებით წავიკითხოთ. რა განაცხადა ებრაელთა მიმართ წერილის ავტორმა ა ブラ ჰამის მორჩილებაზე. თუმცა გვწადია რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმასდებდა ა ブラ ჰამთან, რა კი არ შეეძლო თავის სეთიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა. უთხრა: ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ. და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა. ებრაელთა მე-6 თავის მე-11 მუხლიდან მე-15 მუხლის ჩათვლით. ა ブラ ჰამმა ბოლომდე იბეჯითა. ის ყოველ მხრივ მორჩილი იყო დასრულებამდე. მან ბოლომდე გამოიჩინა მოთმინება. მისი მორჩილება მეფე საულის ქცევას შეადარეთ, რაზეც ერთ-ერთ თავში ვისაუბრეთ. საული მზად იყო ომისთვის და ნაბრძანების 99% შეასრულა. მხოლოდ საუკეთესო ნაწილი დაინდო და ისიც უფლისთვის შესაწირად გადაინახა. დასკვნა ასეთია: მან ვერ დაასრულა ის, რაც უფალმა დაავალა. გარეგნულად ისე ჩანდა, რომ დასასრულთან ახლოს იყო, მაგრამ ურჩობა ძვირად დაუჯდა. ის თითქმის იმ დონეზე მივიდა, რომ ბატონის სუფრა უნდა გაეშალა, მაგრამ მისი გულის ძრახვები გამოვლინდა იქ, სადაც შეყოყმანდა. უფლის ბრძანება მისთვის სასარგებლოდ შემოტრიალდა იმის ნაცვლად, რომ ბატონისთვის პატივი მიეგო. საულის მსგავსად, რამდენიმე ადამიანი იწყებს ენთუზიაზმით, შემდეგ კი კომფორტის ხელიდან გამოცლის, სიძნელეების ან შედეგების დაგვიანების გამო ურჩობაში ვარდება. ან და სხვები სარგებლობის მიღების შესაძლებლობას ხედავენ და ძალაუფლების მითითებას ოდნავ გადაუხვევენ. ამ ყველაფერს კი რელიგიური მოსაზრებებით ამართლებენ, როგორც საულმა დაინდო უფლისთვის საუკეთესო ზღვარძროხა, რომელიც ღვთის სიტყვის თანახმად უნდა განადგურებულიყო. თუ მორჩილება სრული არ არის, რწმენა არ იზრდება, არამედ იფიტება. ა ブラ ჰამმა აღთქმები ჭეშმარიტი რწმენისა და მოთმინების გამო მიიღო, რაც დასრულებამდე მორჩილებას ნიშნავს. მისი რწმენა და მორჩილება ერთმანეთისგან განუყოფელია, რაც იაკობმა ნათლად გამოკვეთა. ამ მონაკვეთში საქმეების ნაცვლად მორჩილების საქმეებს გამოვიყენებ. შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა მორჩილების საქმის გარეშე მკვდარია. განა მამა ჩვენი, ა ブラ ჰამი, მორჩილების საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა. ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის მორჩილების საქმეებთან ერთად. მორჩილების საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა. დაახსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ერწმუნა ა ブラ ჰამი უფალს. ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი. ხომ ხედავთ, მორჩილების საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით, რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც მორჩილების საქმეთა გარეშე. ბოლო მუხლში რწმენა და მორჩილების საქმეები შედარებულია სხეულსა და ადამიანის სულთან. ამ მაგალითში ნახავთ, რომ რწმენას ფიზიკურ სხეულთან ადარებენ, ხოლო მორჩილების საქმეები ადამიანის სულს არის მიმსგავსებული. ამ ორს მეორე ორი უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყნიერებაზე თავის გამოვლინება შეძლოს. თუ სული სხეულს განშორდება, ეს უკანასკნელი კვდება. როცა სული მიდის, სხეულის აღდგენა შეუძლებელი ხდება. თუ სული არ დაბრუნდა, როგორც ლაზარეს შემთხვევაში მოხდა. ამრიგად, იაკობი ამ თვალსაჩინოებით გადმოგვცემს, რაოდენ დამოკიდებულია რწმენა მორჩილების საქმეებზე. სწორედ ამიტომ ამბობს ის:
მაჩვენე შენი რწმენა მორჩილების საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს მორჩილების საქმეთაგან. იაკობის მეორე თავის მე-18 მუხლი. რწმენა ნამდვილი არ არის მორჩილების გარეშე. ამაში შეცდომას ნუ დაუშვებთ. წერილი ნათლად ამბობს. მორჩილების საქმეებით კი სრული ხდება რწმენა. მოციქულებმა შეძახეს, უფალო მოგვიმატე რწმენა. შემდეგ იესომ მორჩილების დასრულებულ საქმეებზე ილაპარაკა. ჩემო ძვირფასო თანამორწმუნეო, ახლა ხვდებით, რატომ აღნიშნე წიგნის დასაწყისში ამ სიტყვის გადაუდებლობა და მნიშვნელობა. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ გაზრდილი ურჯულოების პირობებში. შესაძლოა თქვათ, მე მეგონა რწმენა მოსმენისა და დაჯერებისგან მოდიოდა. დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ რწმენის არსებობის დასტური მოქმედებაა, რომელიც აღიარებას ახლავს. სწორედ ამიტომ გვეუბნება წერილი. თუ ვისმენთ სიტყვას და არ ვასრულებთ, მოტყუებული ვართ. მაშინ ჩვენი რწმენა რეალური არ არის, არამედ ყალბია. დიდი სიმტკიცე რწმენაში. ხსენებული ჭეშმარიტება ისევ ჩნდება, როცა პავლე მოციქული ეკლესიის მსახურებს აღწერს. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. პირველი ტიმოთეს მე-3 თავის მე-10 მუხლი. დიაკვანი წინამძღოლი არ არის, არამედ სხვის მითითებებს ასრულებს. ვაინი ამბობს, ბერძნული დიაკვანი უმთავრესად მსახურს ნიშნავს. ის განმარტავს, რომ მსახურია სხვის დაქვემდებარებაში მყოფი პიროვნება. პავლემ ერთხელ გითხრა, რომ ერთგულად მომსახურე დიაკვნების მორჩილებას მათ ცხოვრებაში რაღაც მოაქვს. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში. პირველი ტიმოთეს მე-3 თავის მე-13 მუხლი. იესო მსახურებს ორ რამეს შეჰპირდა ჩვენ მიერ მოყვანილ საწყის იგავში. სწორი დგომა და პატივი, რომელიც სულიერ წინსვლას გულისხმობს. 75 ფსალმუნის მე-7 მუხლი. დიდი რწმენა ბოლომდე მორჩილებისთვის. რწმენა და მორჩილების საქმეები წმინდა წერილში განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებულია. ამის მაგალითები ბიბლიაში უხვად გვაქვს. აბელის რწმენა მისი საქმით გამოვლინდა და მისი მოწმობა ათასობით წლების შემდეგაც ლაპარაკობს. ებრაელთა მე-11 თავის მე-4 მუხლი. ენოქის რწმენა მორჩილებაში გამოიხატა, რამაც აღძრა ღმერთთან ერთად სიარულისთვის და წაყვანილ იქნა ისე, რომ სიკვდილი არ უხილავს. ნოეს რწმენა ცხადი გახდა მისი მორჩილებით და მისი ოჯახი გადარჩა, როცა ცოდვით გაჟღენთილი ქვეყნიერება დაისაჯა. აბრაჰამის რწმენა მისი მორჩილებით დამტკიცდა და ამით მრავალი ერის მამა შეიქნა. იოსების რწმენა ასევე გამოიხატა მორჩილებაში და მისი ოჯახის გადარჩენა მოიტანა. იეშუასა და ხალების რწმენა მორჩილებით გამოვლინდა და მათ მემკვიდრეობა და აღთქმული მიწა მიიღეს. იეშუა ერთგულად ემსახურებოდა მოსეს და მისი მემკვიდრე გახდა. ის ახალგაზრდა თაობას რძითა და თაფლით მდინარე აღთქმულ მიწაზე შეუძღვა. რაჰაბ მეძავი განასაქმეებით არ გამართლდა, როცა წინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა. იაკობის მეორე თავის 25 მუხლი. მისმა მორჩილებამ მთელი მისი სახლეული გადაარჩინა. ეს იყო მისი ნამდვილი რწმენის დამადასტურებელი ნიშანი. მორჩილებამ და დაქვემდებარებულმა დამოკიდებულებამ მღვდლისადმი, რომელიც ის შეურაცხო, ხანას საშო გაუხსნა და თელერში გამოღვიძება მოიტანა. დავითის მორჩილებამ, რაც მისი წინამძღოლის დანდობაში გამოიხატა, მისგან ღვთის გულის სათნო დიდი მეფე შექმნა, რომელიც არ ჰგავდა საულს. დანიელის, შადრაქის, მეშაქისა და ყაბედნეგოს მორჩილებამ დიდადაა ამ აღმერთი და მეფე. კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეთდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს, ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრეებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ,
აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული. ებრაელთა მე-11 თავის 32 მუხლიდან 39 მუხლის ჩათვლით. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორმა რწმენა და მორჩილების საქმეები ერთმანეთს შეურია. რწმენა მხოლოდ სასწაულების მისაღებად რომ ყოფილიყო საჭირო, რატომ ჩაურთავდა იმ ადამიანებს, რომლებიც უდაბნოებსა და მთებში დაეხეტებოდნენ, დევნილნი და გატანჯულნი. იმ კაცებმა და ქალებმა კარგად დაასრულეს. მათ ბოლომდე მორჩილება გამოიჩინეს. ეს ნამდვილი რწმენაა. თუ გინდათ დიდი რწმენა, დაემორჩილეთ ღვთის ძალაუფლებას, უშუალოს თუ გადაცემულს და მორჩილება ბოლომდე მიიყვანეთ. თქვენი რწმენა მორჩილების პირდაპირ პროპორციულია. თავმდაბლობის დაცვა. ბოლო პუნქტი, რომელიც იესომ მოწაფეებს გადასცა, იყო თავმდაბლობის დამოკიდებულების შენარჩუნება. მან თქვა: ასევე თქვენც ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. როცა ასეთ დამოკიდებულებას ვინარჩუნებთ, თავს საზღაურის მიღების პოზიციაზე ვაყენებთ, რომელიც ბატონისგან მოდის. ვინც თავს აიმაღლებს, ის დამდაბლდება. მათ ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, ბატონი აღამაღლებს. იაკობი გვარიკებდა: დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ. იაკობის მე-4 თავის მე-10 მუხლი. გულის თავმდაბლობის შენარჩუნება ნიშნავს საკუთარი თავის დაყენებას მორჩილების საზღაურის მიღების ადგილზე. საკუთარი მორჩილებით სიამაყე დაცემას მოასწავებს. მიუხედავად იმისა, რომ მორჩილებას იჩენთ. ეს ყველაფერს გააფუჭებს, რასაც მიეკარებით. შეგიძლიათ მიხვეთ ამ წიგნში შემოთავაზებულ რჩევას ან ღვთის სიტყვას, მაგრამ სიამაყე ყველაფერს დაგაკარგინებთ, რაც მორჩილებით მიიღეთ. ლუციფერი ცხებული იყო. მას სრულყოფილების ბეჭედი სიბრძნით სავსე და სილამაზით სრულქმნილი ეწოდა. ის ღმერთმა დააყენა და მის წმიდა მთაზე მკვიდრობდა. ის სრულყოფილი იყო თავის გზებში, სანამ მასში სიამაყე არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ზეციდან იქნა გადმოგდებული ელვასავით სწრაფად. პავლე მითითებას იძლევა, რომ ძალაუფლების პოზიციაზე დაყენებული ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. 1 ტიმოთეს მე-3 თავის მე-6 მუხლი. პავლემ ბევრ რამეს მიაღწია ღვთის მოწოდებისადმი მორჩილების გამო. თუმცა, რაც უფრო ემატებოდა ხანი, მით მეტად იზრდებოდა თავმდაბლობაში. ჩვენი წელთაღრიცხვით 56 წელს მიწერა ეკლესიას, რომელიც კორინთოს ჯერ კიდევ დაუმუშავებელ ტერიტორიაზე დააფუძნა, მის მიერ განხორციელებული 4-დან მე-3 მისიონერული მგზავრობის დროს. სიკვდილამდე სულ რაღაც 10 თუ 11 წელი ჰქონდა დარჩენილი და ქრისტეს მსახურებაში ხანდაზმული ვეტერანი გახლდათ და მაინც. ასეთია მისი სიტყვები: ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას. 1 კორინთელთა მე-15 თავის მე-9 მუხლი. გრძნობთ თავმდაბლობას ამ სიტყვებში. ის მოციქულის წოდების ღირსადაც არ თვლის თავს. მინდა ერთი რამ გამოვკვეთო. ეს არ გახლავთ ცრუ თავმდაბლობა. ყალბმა თავმდაბლობამ კარგად იცის, როგორ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურად მისაღები სიტყვები, რომ თავმდაბალი გამოჩნდეს. თუმცა გულსა და გონებაში მსგავსიც არაფერია. ასეთი რამ მაცდური და არასწორია, თუმცა სულიწმიდის შთაგონებით წერისას ადამიანი ვერ იცრუებს. როცა პავლემ თქვა, რომ მოციქულთა შორის უკანასკნელი იყო, სულაც არ გამოუყენებია პოლიტკორექტული ჟარგონი. მან ნამდვილი თავმდაბლობა გამოავლინა. ახლა გადახედეთ პავლეს მომდევნო განაცხადს. ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე, თუმცა არა მე, არამედ ღვთისმადლმა, რომელიც ჩემთანაა. 1 კორინთელთა მე-15 თავის მე-10 მუხლი. ყველა მოციქულზე მეტად ვიშრომე. ერთი წუთით. ნუ თუ პავლე ტრაბახობს, ეს შენიშვნა ქედმაღლური ჩანს, მაგრამ ასე არ არის. ეს წინ უძღვის კიდევ ერთ განცხადებას პავლეს დამოკიდებულების შესახებ. მას შემდეგ, რაც თავი უმცირეს მოციქულად ჩათვალა, აღიარა, რომ ყველაფერი ღვთისმადლის მეშვეობით გააკეთა.
ის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მისი სულიერი მიღწევები ღვთისგან მოცემული უნარიდან მომდინარეობდა. პავლეს თვითშეფასება მოციქულთა შორის უმცირესი, არც თუ ადვილი მისაღებია. იმ ეპოქაში და ეკლესიის ისტორიის მანძილზე პავლე ერთ-ერთ უდიდეს მოციქულად არის მიჩნეული. ახლა იფიქრეთ, რა უთხრა მან ეფესელებს ჩვენი წელთაღრიცხვით 62 წელს. სიკვდილამდე 3 თუ 4 წლით ადრე. კორინთელებისადმი პირველი წერილის მიწერის შემდეგ იმაზე ბევრი რამ გააკეთა, რაც ცხოვრების რომელიმე სხვა პერიოდში. აი როგორც აღწერს იგი საკუთარ თავს. მე, ყველა წმინდას შორის უმცირეს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე. ეფესელთა მესამე თავის მერვე მუხლი. წლების წინ მან თავს უმცირესი მოციქული უწოდა. ახლა ასე ამბობს, ყველა წმინდას შორის უმცირესი. რა? თუ ვინმე შეეძლო ქრისტიანობით და წინამძღოლობით კვეხნა, ეს სწორედ პავლე იქნებოდა. და მაინც, რაც მეტად ემსახურებოდა უფალს, მით მეტად მცირდებოდა საკუთარ თვალში. მისი თავმდაბლობა თანდათან იზრდებოდა. შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მიზეზი თუ რატომ იზრდებოდა ღვთისმადლი მის ცხოვრებაში ასაკის მატებასთან ერთად. იქნება მის გამო უცხადებდა ღმერთი თავის გზებს ასე უხვად, რომ პეტრე მოციქულიც კი შეაფიქრიანა. მეორე პეტრეს მესამე თავის მე-15 და მე-16 მუხლი. მეფსალმუნე აცხადებს, თავის გზას ასწავლის მორჩილთ. 25 ფსალმუნის მე-9 მუხლი. ამის ფონზე ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ მოსე ასე კარგად იცნობდა ღვთის გზებს. კაცი, რომელზეც ღმერთმა ასე თქვა, ყველაზე თავმდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწის ზურგზე. რიცხვთა მე-12 თავის მე-3 მუხლი. ჩანს, ორივე მათგანმა იცოდა ღმერთში დიდი რწმენის შეძენის საიდუმლო, რის გაგებაც მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. სიცოცხლის დასასრულს ჩვენი წელთაღრიცხვით 64-დან 66 წლამდე პავლე 2 წერილს წერს ტიმოთეს, სადაც ისევ აღწერს თავის თავს. ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. პირველი ტიმოთეს პირველი თავის მე-15 მუხლი. მან თავს ცოდვილთაგან პირველი უწოდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას არ უთქვამს პირველი ვიყავი. არა. წლების დიდი მიღწევების შემდეგ იგი ასე არ აღიარებდა. ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემი დიდი მსახურება უნდა დაფასდეს. ის არც იკვეხნიდა. დიდი საქმე გავაკეთე და ნამდვილი მოციქულის შესაფერის პატივს ვიმსახურებ. მას არასოდეს დაუწერია წმინდანებს შორის უმცირესი ვარ. მან განაცხადა, ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ. თუმცა პავლე აცნობიერებდა, რომ ქრისტეში ღვთის სიმართლეს წარმოადგენდა. მეორე კორინთელთა მე-5 თავის 21 მუხლი. მაგრამ თვალსაჩინარიდან არასოდეს მოშორებია ღვთისმადლი და წყალობა. ფაქტობრივად, რაც ხანი ემატებოდა, ღვთისმადლზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა. მისი ცხოვრება განუწყვეტლივ წარმოაჩენდა. უსარგებლო მონა ვარ. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ეს ხსნის პავლეს სხვა განცხადებებს მისი სიცოცხლის მიწურულს. ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ, ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. ფილიპელთა მესამე თავის მე-13 და მე-14 მუხლი. ხედავთ თავმდაბლობას მის სიტყვებში. ჯერ ბოლოში არ გავსულვარ და რასაც მივაღწიე, უკან ვიტოვებ ფიქრებში. ის თავის მიღწევებს არაფრად თვლიდა მის სწრაფვასთან შედარებით, რომ სრულად შეეცნო იესო ქრისტე. გახსოვდეთ, რომ ღმერთი თავს თავმდაბლებს უცხადებს. პავლემ თქვა, ვილტვი მიზნისკენ. ეს ლტოლვა გულისხმობდა მის მიერ გამოვლილ წინააღმდეგობას და დაპირისპირებას. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე მის მოწოდებაში სიამაყე იყო. იესოს ცხოვრების შესწავლისას აღმოვაჩენთ, რომ ის ქებას არ იღებდა, არამედ ზეციერი მამისკენ მიმართავდა ხოლმე. ერთხელ განკურნებულს ისიც უთხრა, რომ საჯაროდ არ გაემხილათ მომხდარი, არამედ ღვთისთვის მიეგოთ დიდება. ახალგაზრდა მთავარმა იესოს კეთილი მოძღვარი უწოდა. თუმცა მან სწრაფად მიუგო, რომ ღვთის გარდა კეთილი არავინ იყო. ნუ თუ ის არ გახლავთ ღვთისზე, ის არ იყო კეთილი. რა თქმა უნდა, და მაინც უფალი კაცთაგან ქებას არ იღებდა. მას მხოლოდ ზეციერი მამის განდიდება სურდა.
თუმცა ერთი სათნოებით მაინც იკვეხნიდა. რაც იყო თავმდაბლობა. მან თქვა: იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ. და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს. მათეს მე-11 თავის 29 მუხლი. ღვთის სიყვარული ნამდვილ თავმდაბლობას პადებს. ვკითხულობთ, რომ სიყვარული არ არის სტრაბახა და პატივმოყვარე და არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს. 1 კორინთელთა მე-13 თავის მე-4 მუხლი. სიამაყე თავისას ეძებს, სიყვარული კი თავისას არ ეძებს. სიამაყეს სძულს ნებისმიერი მორჩილება, რომელიც მის გეგმებს სარგებლობას არ მოუტანს, ხოლო სიყვარული ეძებს იმის დიდებას, ვისაც ემსახურება. ვემორჩილებით იმიტომ, რომ გვიყვარს, გვინდა წარმატებების მიღწევა, ვინაიდან მისთვის პატივის მიგება გვსურს. ვესწრაფვით მისი განდიდების ხილვას. იქნებ ამის გამო თქვა პავლემ, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. 1 კორინთელთა მე-13 თავის მე-2 მუხლი. აღასრულეთ თქვენი დანიშნულება. მოწოდებული ვართ, რომ მოვიტანოთ ნაყოფები და ვიყოთ ჩვენი ღვთის მეომრები. მის საოცარ სახელს მხოლოდ მაშინ მოუტანთ დიდებას, როცა მისი გზებით ვივლით. ვლოცულობ, რომ ეს სიტყვა მიიღოთ როგორც თქვენ სასრიკეთოდ, ისე მისი დიდებისთვის. გონებრივი მსჯელობის პროცესი ღვთის სიტყვაზე ჩაჭიდებას სიბრიყვედ მიიჩნევს, მაგრამ გავიხსენოთ პავლეს ნათქვამი. ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. 1 კორინთელთა 1 თავის 21 მუხლი. მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია და ღვთის სისუსტე ადამიანებზე უძლიერესი. 1 კორინთელთა 1 თავის 25 მუხლი. საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ მისით ვამხობთ არგუმენტებს, თეორიებსა და მოსაზრებებს, ასევე ყოველგვარ სიმაღლესა და სიამაყეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს და მიზანს ქრისტესთვის დასამორჩილებლად. 2 კორინთელთა მე-10 თავის მე-5 მუხლი. გაფართოებული თარგმანი. მოსაზრება, რომელიც მორჩილებას ეწინააღმდეგება, სიამაყეა. ის ღვთის დარიგებას უპირისპირდება. ის არ აღიარებს ღვთის სიტყვას, როგორც ბოლო ინსტანციის ავტორიტეტს. როგორც წინამდებარე წიგნში განვიხილეთ, ასე მოქცევა სახიფათოა. ღმერთს ამ დღეებში ეყოლება ადამიანები, რომლებიც დიდ რწმენაში, ძალაუფლებასა და გაბედულებაში ივლიან. პავლეს ნათქვამის თანახმად, სწორედ ასეთები შურს იძიებენ ყოველგვარ დაუმორჩილებლობაზე, როცა მათი მორჩილება აღსრულდება. 2 კორინთელთა მე-10 თავის მე-6 მუხლი. დრო აღარ დარჩა, ამიტომ შედეგიანები უნდა ვიყოთ. მორჩილება ეფექტურობაში გვეხმარება. როცა ზეციდან ვიშვი, საკმაოდ აქტიური ვიყავი, მაგრამ მორჩილება მაკლდა. შედეგები არ მქონდა, რომ არაფერი ვთქვათ ზოგიერთ ზიანზე. რაც უფრო ვიზრდებოდი, ვხვდებოდი, რომ მორჩილებაში გულმოდგინება თითქოს იმ მომენტში უმიზნო ჩანდა, მაგრამ საბოლოო ეფექტურობა დაამტკიცა. თქვენი დანიშნულება ღმერთში თქვენ წინაშია, როცა მორჩილებას ირჩევთ, დანიშნულების აღსრულებას ირჩევთ. არაფერს და არავის შეეძლება თქვენი შეჩერება. მორჩილების არჩევანი წლების მანძილზე პირქუშად გამოიყურებოდა დავითის, იოსების, მოსეს, ხანას, იეშუას, ესთერის და სხვა პატრიარქების ცხოვრებაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თავიანთი ცხოვრებისეული დანიშნულების შემსრულებლებს დიდების გვირგვინი ადგათ და ჩამოთვლილებმა ამას მიაღწიეს. უკანასკნელ დღეებში ღმერთი ეძებს კაცებსა და ქალებს, რომ ქრისტეს სამსჯავრო ტახტთან პატივის მიმღებ პატრიარქებს მიათვალოს. ვლოცულობ, რომ ჩვენც აღმოვჩნდეთ იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც თავიანთი დავალება ბოლომდე მიიყვანეს და ჩვენს საოცარ უფალს დიდება მოუტანეს.